და ჩვენთან იყავი, ჩვენ გვერდში იმუშავე. ბატონო სოზარ. დიდი მადლობა ბატონო რამაზ. თქვენ ბრძანეთ რომ 300 ჰექტარი, როცა უკვე ხაზარაძესთან ერთად ჩამოაყალიბეთ ეს ერთიანი კომპანია, 300 ჰექტარი ძალიან გამარტივებულად სწრაფად იქნა ამორიცხული ტყის ფონდიდან და გადაეცა ამ კომპანიას, ხო? პრეზიდენტის პირდაპირ ხო პრეზიდენტის განკარგულებით პრეზიდენტის განკარგულებით. ეს რომელი ტერიტორიაა? დღეს რა ხდება ამ ტერიტორიაზე? სადაც ახლა სამშენებლო ის არის ლისი დეველოპმენტი, ლისი ვერანდა, ეს ის ტერიტორია და ეს კიდე სხვა ტერიტორია. ონკოლოგიურის მარცხენა ფერდი, იმიტომ რომ მე წამოღებული მა პრეზიდენტის ეგზანებულება, ეგ არის ზუსტად აღწერილი ონკოლოგიურ ავდივართ ლისის სოფელი ლისისკენ, ასე შემიძლია თქვა, ონკოლოგიურის ფერდი ხელმარცხნივ და რასაც ხელმარჯვნივ უყურეთ, სადაც ახლა მშენებლობები მიდის, სადაც მშრალ ტბას ეძახიან ის ტერიტორია, კინაღამ ვაშლი ჯვარამდე. ანუ კინაღამ კი ვაშლი ჯვარამდე. ეს არის ის 300 ჰექტარი. აი ეს არის 300 ჰექტარი. თქვენ ბრძანეთ რომ თქვენი გეგმა, თქვენს მიერ შემუშავებული გეგმა ლაპარაკია საწყის ეტაპზე ალბათ 2005 წელი იქნა მოწონებული მერიის მიერ. შემდეგ ეს გეგმა საერთოდ გაუქმდა, ხო, როცა უკვე ხაზარაძესთან გადავიდა თემა. როცა გადავიდა. რას გულისხმობდა გეგმა კიდე ერთხელ რომ დაგვიზუსტოთ რა. გულისხმობდა ლისის ტბის განვითარებას, მოდი ასე კულტურულ სანახაობები და გამაჯასაღებელი ცენტრი უნდა შექმნილიყო. სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბავშვო ზონა, სასტუმროები, სპორტული მოედნები, მოგეხსენებათ გოგირდის წყლები იყო, იქ გოგირდისა, თქვა აბანო ან ჩვენ უფრო ქონდა ისეთი როგორც არის მიღებული თანამედროვე რეაბილიტაციო ცენტრები და ახლა აბანო, იმიტომ რომ გოგირდის წყლის გამოყენება მან ცოდუა, კაფე ბარები და ის რა თქმა უნდა ის გამწვანება, რომელიც უნდა შენარჩუნებულიყო იქ, რაც ძირითადი ლისის ტბის ხიბლია. მე შემიძლია გითხრათ რომ 63 ჰექტარიდან ეხლა რაც მე ჩამოგითვალეთ ეს არქიტექტურულად დათვლილი იყო ამაზე 58 ჰექტარზე მეტი იყო მწვანე ნარგაობა და შიდა გზები სადაც რაიმე მშენებლობა აკრძალული იყო. არანაირი დეველოპმენტი, არანაირი ბინები, კორპუსები, ვილები იქ არ იგულისხმება. არა, რა თქმა უნდა არა. ეს გოგირდის წყლებს რომ ამბობდით, იქ რა ხდება ახლა, ვისი საკუთრებაა? ის რა თქმა უნდა ის ტერიტორია არის ბატონი მამუკას საკუთრება, ანუ კომპანია ლისი ლეიქ დეველოპმენტის და მე როგორც მახსოვს წერეთელმა კრედიტი აიღო ბანკიდან და მან დაბანო მან ააშენა რაღაც ეგეთი. წერეთელი ვინ არის? აი მე რა ქვია. ხო, აი ჩემთვის არ არის, მაგრამ ეს ეძახიან ჯუტა სახელი არ ვიცი. კი ბატონო. გასაგებია და ის უხდი იმ ადამიანს, მაგრამ ჩვენც არ ვიცით ნაღდი სახელი. ეს ეძახის გონი თავის თავს. ну მაშინ აი ეს პერიოდოსაც შემდებოდა რომ ვიკითხე რა ხდება ეს ჭუტა წერეთელი. და რაც თავარია მე მინდა აღვნიშნო ერთი რამე რომ კომისიამ ალბათ უნდა გაითვალისწინოს ეს ალბათ საკუთარ დასკვნაში შენობა ნაგებობები რომელიც ითვლებოდა უკვე ჩემს საკუთრებას სამწუხაროდ ვერ მოახერხე მისი ის მაგრამ კიდევ ამოვ ჩვენ რომ ამოვიღოთ ჩვენი ჩემი გაფორმებული ხელშეკრულება მაშინდელი ქონების მართვის სამინისტროსთან იქ მეოთხე პუნქტში პირდაპირ წერია საიჯარო ქირის და გამოსყიდის ქირის გადახდის შემდეგ შენობა ნაგებობები ითვლება ახვლედიანი საკუთრებად ეს ჩემი საკუთრება გადასავდა ბატონმა მიხეილმა ლისი ლეიქ დეველოპმენტ ხაზარაძის კომპანიას მოდი ასე ვიტყვი და მოსული არ იყო რომ შენობა ნაგებობები იმ წუთში დაანგრია. რა იყო შენობა ნაგებობები? რამდენი კვადრატი იყო? ადმინისტრაციული შენობა იყო, სასაწყობე მეურნეობა იყო, კაფე იყო, გოგირდი იყო, რაღაც ფარდული რელინგი იყო, მაშინ ადრე პარტიზანების რაღაც მემორიალს რაღაცას ეძახოდნენ. ნუ რამდენი კვადრატი იყო? დაახლოებით 700-800 აი ეს ახლა კვადრატი შენობა ნაგებობა ძველი საბჭოთა პერიოდის 50-იანი წლებიდან მოყოლებული. ამათთან ერთად მიწაც უნდა გადმოსულიყო თქვენ საკუთრებაში? ამასთან ერთად იმ პერიოდისთვის არა, კანონი რომ შეიცვალა, მე უნდა შემესყიდა. არა, თავიდან როცა ხელშეკრულება დავებთ, მხოლოდ მიწა შენობა ნაგებობები? თავიდან გაიყიდა მხოლოდ შენობა ნაგებობები და მიწა უკვე 2001 წლიდან გამითხრეს რომ უნდა შემესყიდა, სხვანაირად ვერ გავაფორმებია. რომლებზეც ეს შენობები ნაგებობები იდგა, ანუ როგორც ეძახიან არქიტექტორები 98 წლამდე ფაქტიურად დაკავებული ტერიტორია, ანუ წითელი ხაზები. კი ბატონო.
აი ამ შენობა ნაგებობების გამოსყიდვაში რამე ისეთი ხო არ იყო რომ თქვა რაღაც ვალდებულებები გქონდათ სახელმწიფოს წინაშე ამ გამოსყიდვაში და არასრულებდით და ამით ლეგალური საფუძველი იყო რომ ჩამოერთმიათ ეს თქვენთვის და გადაეცათ თქვა იგივე ხაზარაცისთვის. იქ იყო ძირითადი რომ უნდა შემენარჩუნებინა 2004 წლამდე და უნდა გადამეხადა თანხა. რამდენ რა თანხაზე იყო ლაპარაკი? ეს იყო მაშინდელი შეფასებით $30,500. იხდიდით თუ და გქონდა დაწესებული. რა თქმა უნდა, შედარების აქტი გვაჩვენებს ჩვენ მაგ დოკუმენტს, რომელიც გავაფორმე უკვე შემდგომში ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ მე სრულად მქონდა გადახდილი როგორც საიჯარო ქირა, ასევე გამოსყიდვის თანხა. კი ბატონო, მადლობა. აქ იცით როგორ იყო, აქ ძირითადად ის კი არ იყო შენობა ნაგებობა, თქვა, უბრალოდ მაშინ ის კანონი აქ იყო უფრო მის განვითარებაზე ლაპარაკი, რა უნდა მოსულიყო, იმიტომ რომ 90-იანი წლები ისეთი იყო, ყველას გვახსოვს საერთოდ შენობა ნაგებობა კი არა, ადამიანებიც რო დადიოდნენ საშიში იყო, მოდი ასე ვთქვათ რა და მე და ჩემი მეგობრებს გვიწევდა ყოველ საღამოს ხან ასე ვთქვათ მხედრიოდან ხან გვარდიელებთან ხან ვიღაც მოქალაქეებთან დავაბრძოლა კამათი იმაზე რომ მინიმუმ რამე არ დაეშავებინა და ან არ დაემტრიათ შენობა ნაგებობა ან ვთქვათ იქ ცეცხლს ანთებდნენ და ნუ როგორც იყო ახლა ყველამ კარგად ვიცით რომ სამწუხაროდ დავიწყებას მიეცემო როდესმე კარგია მაგრამ როგორც ახლა ეს 2003-2012 არავის დავიწყება ყოველ შემთხვევაში ჩემი ასაკის ხალხს ისე ალბათ არ დავიწყებათ ის 90-იანი წლები. ანუ მოკლე რეზიუმე რო გავაკეთოთ მხედრიონს გვარდიას გადარჩით, კეზერაშვილს ხაზარაძეს ვერ გადარჩით. მოდი ესე გეტყვით, ფინანსურში რო დავყავდით, პირდაპირ მითხრეს იქ ახალგაზრდა ბიჭები დამახვედრეს, ლაპარაკი ყველამ კარგი ვიცით როგორ იციან და მითხრეს რომ შენო ძმაო ბოდიში ესო ან მხედრიონი, ან გვარდიაო, ან კურდები ხო არა გონიაო. ჩვენო სახელმწიფო გებძვის რა ვერ გაიგეო. მადლობა. გასაგებია ბატონო თენგის. ახლა უკვე ჯერ მოგესალმებით რა თქმა უნდა ბრძანებისთვის. ახლა უკვე თქვენთვის თითქმის მთელი ინფორმაცია ცნობილია და იცით ამის თაობაზე და ის ორი ადამიანი ვის დაასახელეთ ხაზარაძე და ჯაფარიძე გასაგებია. აი ეს მეიერი ვის წარმოადგენდა? რატო გეკითხებით ახლა? რა თქმა უნდა ამ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ეს ადმინისტრაცია სახელმწიფოს ზოგადად ადმინისტრაცია ისე არ დაეხმარებოდა თავის პირადი ინტერესებს რომ არ ქონოდათ. ეს მეიერი ვინმეს ხომ არ წარმოადგენდა ხელისუფლებიდან ისეც ვისი ინტერესიც იყო აქ ჩადებული. ან ამ სააქციო საზოგადოებაში ვინმე ხო არ იყო ისეთი, ვინც მათ წარმოადგენდა. იმიტომ რომ მხოლოდ ამ ორი კაცის კეთილდღეობისთვის არ იზრუნებდა თქვა სააკაშვილი, რაღაცა კუც დატოვებდა თავისას. მოდით გიპასუხებთ. ბობ მეიერი მე რაც მქონდა შეხება, ვიცი იყო ჰოლანდიელი წარმოშობით, იქაური ბიზნესმენი, თუ რამე ბიზნესი ჰქონდა მამუკაც 90-იანი წლებიდან TBC-ც კი ბობ მეიერთან ერთად კეთდებოდა ეს ყველაფერი. ახლა მე ცოდვას ვერ დავიდე და ვერ ვიტყვი ის ბიზნესს წარმოადგენდა, მაგრამ ნუ აშკარად ყველა ბიზნესი რომელიც არის, ნუ შეგვიძლია ეს ვთქვათ, ამოუწიოთ საჯარო ეს, ყველგან ფიქსირდება ბატონი ბობ მეიერი მათ ბიზნესში. რაც შეეხება რომ რაღაცა ინტერესი იყო, მოდი მე ესე გეტყვით, ახლა ეს ჩემი კომპეტენციას ხდება და უკაცრავად ყველასთან თქვენთანაც და თქვა ჩემო წინააღმდეგე მხარესაც ვისაც ახლა მივასახელებ. მოდი ესე ავიღოთ, ჯერ იძულების წესით ანუ კაცრი მოთხოვნით უფრო სწორად დამაპარტნიორეს ამ ადამიანებთან. შემდგომში თქვათ ჩამორთმევა კარგად მოგეხსენებათ ესე ახლა იქ სააქციო საზოგადოება იყო ბოდიში დროს გართმევთ იქ შეიძლება ერთ-ერთმა წევრმა ვარი თქვას მაგრამ ამაზე პრეზიდენტი განკარგულებებს არ იძლევა ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ შიგნით არ გინდა რამას წადი შენ სხვა ბიზნესს სხვა ამ საქმეს ხო ნუ ეს კანონი ითვალისწინებს თვითონ არის დაბარება მოხდა რა ჩემი თქვათ რომ გასაუბრება რა დაგემართა რა მოგივიდა თქვათ ხო ნუ შესაბამის უწყებსა სანამ პრეზიდენტთან ავიდო და მეორე საკითხი პრეზიდენტი შევაწუხეთ და განკარგულება ორჯერ გამოვაცემინა ბილად ერთი გადაცემაზე მეორე ჩამორთმევაზე მეორე იყო უკვე 2007 წელს შამეიერის წილი რამდენი იყო საარჩევნო საზოგადოებაში იცით აი მაგამდე მივალე ცოტა ჩემთვის გასაიდუმლებული იყო დღემდეც
შემდეგ 2007 წელს თუ გახსოვთ რაღაც აუქციონი ვითომ 182 მილიონად გაიყიდა სახელმწიფო ზეიმობდა აილისის პარაფაში გაიყიდა და იყო ერთი ტაჯდუში. მე აღმოჩნდა რომ ეს ფული არ არის გადახდილი და ეკონომიკის სამინისტროში დოკუმენტები უდეს და მეც ამაგდა იყო ასევე ფილმი გადაღებული ნაპატიე მილიონი სადაც ეკითხებიან ბატონ მამუკას და არავითარი 182 მილიონი არ გადახდილა. ეგეც ეპატია ხო თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მამუკა მიხეილ სააკაშვილი ვინმე 182 მილიონის არ გადახდას ბიუჯეტში ეს იყო საოცარი ფასი მაშინ საქართველოსთვის კვადრატული მეტრი გამოდიოდა მიწა $50 ხდებოდა დაახლოებით. შემდგომში იყო კიდევ ერთხელ გადასცა, ბოლოს ისევ გადასცა. აბა მაშინ მე ვსვამ კითხვას, რაღა მამუკა ხაზარაძეს ამ საწყალს ჩააცივდა, თქვათ. ეს იმიტომ რომ მარტივია თუ რაღაცა ვალდებულებას არ ვასრულებ, მაშინ ესეთი წესი იყო ეკონომიკის სამინისტროს და ისევე როგორც ბანკი შავსიაში გვსვამდნენ და გეუბნებოდნენ რა მოთხოვნაზე შენ უკვე სამჯერ ვერ შეასრულე პირობა, ხო? ახლა რაც თქვენ მიპასუხეთ, რაც თავარია მე კიდევ ვიმეორებ, ახლა აი იქ სააქციო საზოგადოება, ანუ GRDC რაც იყო, იქ მე იმ საბუთეს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, ვიცი რომ იყო ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პიროვნების სააქციო საზოგადოების წევრებს მაშინ კი არა დღესაც ვერ მივახცე რომ ვიკითხე რომ მე 2012 წელს ვიკითხე რომ ვინ არიან რომ მივწერო რომ ვიწყებდა რომ მარტო არ ყოფილიყა მოკლედ აბა თქვენ რას ფიქრობთ ვერსად ვერ მოვიძიე ერთადერთი წარმომადგენლობითი უფლება ქონდა ბატონ მამუკა ხაზარაძეს და მე იმასაც ვერ გეტყვი იყო იმ სააქციო საზოგადოებაში მეწილე არ ჩანს არც ბადრი ჯაფარიძე ეს იყო ძალიან მარტივი რამე, ისინი იყვნენ დანიშნული პირები. ნუ რაც სახეზე დევს და რაც ჩანს, თუ საჭიროა წარმოადგინოს, მაგრამ რომ ის იყო ძირითადი მეწილი და მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. მე რეკონებას მემართმევენ და ასე თქვა, ჩემი დირექტორი, იმიტომ რომ მე პატრონი ვიყავი ერთ-ერთი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და ვიღაც ბობ მეიერი ქმნიან შეპესეს და მას აძლევს პრეზიდენტი ისე პირდაპირ მიყიდვის წესით. ამას სხვა ენაზე სხვა რამე ქვია და კანონმდებლობითაც არასწორია რომ დირექტორმა შექმნა ყველა ის პირობა რომ ეს ქონება გადმოსულიყო მასზე ხომ რომ აეწყო ყველაფერი და ყველაფერი შეთანხმდა თუ კარგად ჩავაკვირდებით ესია ამ ფაქტს ვერსად ვერ გავიქცევით გასაგებია ბატონო ალუდა და რაც თავარია დავამთავრებთ შეიძლება არც ერთი ინვესტორი როცა მე მიმართე მამუკას და უთხარი და მთხოვე პროფესორ მე შეხვედრა მინდოდა და მის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მკითხა მამუკას წინააღმდეგ გაქო რამე მე უთხარი რომ არა მე მაგ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ და მე პროკურატურის კვლევის დროს თუ მამუკა დამნაშავე აქვს პასუხი თუ არა ეს მაშინ მქონდა ჩვენ ესეთი ის რომ მას უნდა მიეღო მონაწილეობა ჩემი თხოვნა იყო და მოეცა ეს ინვესტორების რომ ისინი ჩამეყენებინა საქმის კურსში რაც არანაირი რეაგირება არ მოხდა რა ნუ დანარჩენი ალბათ თუ გამოცხადება თვითონ მოგახსენებთ თვითონ აცი პროკურორთან გამოცხადება სასამართლოს დომა ქონდა ქალბატონია ცოტა ხნის წინ აი ამ წილებთან დაკავშირებით იმიტომ რომ მან ჩემთან ვითომ რაღაც წილი იყიდა და ამაზე აღარ გადაგხლით სასამართლომ გამოიტანა ჩემს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იმიტომ რომ ხანდაზმულობა არის ძირითადი იქ მაგრამ საქმე იმაშია რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბატონი მამუკა ხაზარაძე მოიყვანა მოსამართლემ სადაც მამუკამ მაგ ჩანაწერი საჭირო შემთხვევაში შემიძლია წარმოგიდგინოთ ამბობს გარკვევით რომ ჩვენ პროექტი შეგვიჩერა სახელმწიფო ანუ მოსამართლეს აძლევს ჩვენებას თუ რა ქვია ახლა მაგას არ ვიცი განმარტებას და რომ კითხავინ დაადო ხელი ბენდუკიძეს არც უგულავო ხსენებია არც კეზერაშვილი და არც ასე გარდაცვლილს ადებს თან ხელს ეტყობა ეს არის თქმა მინდა რომ ამ დოკუმენტი არსებობს რომ მე ეს ჩემი ნებით ანუ ჩემი ნების საწინააღმდეგო მაგ დაწერილი და არა თქვა და ძალიანაც კარგად იყო საქმის კურსში. ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ სააკაშვილი თუ გარდაიცვლება ხაზარაძე მე უკვე თამამად დაადებს სააკაშვილსაც ხელს. ამას ნიშნავს. კარგი. ბატონი ალუდა, ბატონი ილია, გთხოვთ, ბატონო გურამ თქვენ გნებავდათ მგონი კითხვის დასმა შემდეგ. გთხოვთ. მადლობა. ბატონო რამაზ მოგესალმებით. ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია არის შესაძლებელი რომ მოიძიოს ადამიანმა იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ გაქვთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ბრძანებდით და უყვებოდით საზოგადოებას. აი თქვენ როდესაც გითხრეს რომ კონსტიტუცია დაგიცავდათ. დიახ.
კონსტიტუცია მართლაც ძირითადი კანონი არის და რა თქმა უნდა ყველა მოქალაქეს უნდა იცავდეს, დიახ, ეს ასე არის. მაგრამ აი როდესაც თქვენ ფინანსურ პოლიციაში რო გითხრეს რომ ჩვენ არც ქურდები ვართ, არც არის კიდე როგორ? მხედრიონი. ხო, არც მხედრიონი და არც არავინ ჩვენ უფრო ბევრად მაგრები და ძლიერები ვართ და ჩვენ სახელმწიფოს სახელით გეჭიდავები და ასე ვთქვათ, გააცნობიერე რა, ხელა ძალასთან გაქვს საქმე. თქვენ არ უთხარით მას რომ მათ ეს რო გითხრეს რომ როგორ კადრულობთ კაცო, მე ხო კონსტიტუცია მიცავს, რაც თქვენ პარტნიორმა დაგაბარათ რომ თქვენ ხო კონსტიტუცია გიცავთ. ეს არ უთხარით რომ როგორ გეკადრებათ კაცო, აგერ მთელი რიგი კანონმდებლობა ჩემს მხარეზე არის და თქვენ რას მისძავთ, როცა აგერ კონსტიტუცია მიცავს. არ უთხარით ეს? იცით რა ზუსტად ესე სიტყვით მესმის რომ რიტორიკული არის და ამის შემდეგი კითხვა მექნება. დაახლოებით ესეთი პასუხი ის იყო რომ სახელმწიფო ჩვენა ვართ. იქ იცით როგორ ვარ, არც მალავდნენ, თქვენ ხო არ გონიათ რომ თვითონ ფიზიკურად აი ან შემოდიოდა თქვა კეზერაშვილი დაკითხვაზე ან რაღაცა. იქ თვითონ მეუნებოდნენ მათ თანამშრომლები. დღეს ახლა ეს დაგვავალეს თქვა მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, იგივე კეზერაშვილზე ხო ლაპარაკი აღარ არის მით უმეტეს მის სამსახურში ამ ხელა ასე თქვა მაღალი ჩინოსნები ჩართულები ელემენტარული თქვა თუნდაც დარღვევა ყოფილიყო რაღაცა თქვა ყიდვის პროცესში. ამას მოდი ეს თქვა ჩემი დაბარებები და შეშინებები რა თქმა უნდა გამოეძიებია და დაედოთ რომ თქვა პრივატიზების დროს მოხდა იქ რაღაცა კანონ დარღვევა. პირიქით, როცა ჩემზე ჩამორთმეული ქონება ბატონო მიხეილის ბრძანებით ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა ანუ შენობა ნაგებობები რომელიც ჩემი საკუთრება იყო გასაყიდად ბევრად ნაკლები თანხა იყო შენობა ნაგებობის დასახელებული, იმიტომ რომ რა თქმა მინდა ამითი რომ აი თქვათ რომ შენი ეაფათი ყიდი კიდევ 40-იან წლებში აშენებული ხის ფარდულები იყო. იქ ძირითადი შენობა ნაგებობა ესეთი აბანოს გარდა არ იყო და ამიტომ თქვენ კითხვას შემიძლია გიპასუხოთ რომ მათ ერთი რამე ქონათ სახელმწიფო ჩვენა ვართ გითხარი გააკეთე არ გააკეთებ და ანუ საფრანგეთის მმართველის ეს სიტყვები თავის დროზე ქონდათ როგორც ჩანს კარგად საკითხული ხო? რა თქმა უნდა ათვისებული და ალბათ მე არა ვარ პირველი ვისაც ესეთი და შეიძლება ვარესიც ახლა მე ქონებაზე მაქვს საუბარი და ადამიანებს შვილები და ოჯახები დაუნგრიეს. კი ბატონო და თქვენ როდესაც თქვენს პარტნიორს რატო გეკითხებით ამას ნახეთ პარტნიორული ურთიერთობა არის ახლობით როგორც ასე ვთქვათ აი ოჯახური ურთიერთობა რა თქმა უნდა და კიდე მეტსაც ვიტყვი რომ უფრო მეტიც კი იმიტომ რომ ოჯახურ სიტუაციაში შეიძლება ასე ვთქვათ პირადი გზნობები ან ესენსიტიური რაღაცები იყოს წინა ასე ვთქვათ პლანგზე, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობაში არის კაცრად პასუხისმგებლობის ნაწილი, ვალდებულებები და შესაბამისად აქ გზნობები ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანია და ცივი გონებით არის სამართავო ეს სიტუაცია. აი როცა თქვენ პარტნიორს ეუბნებოდით რაც თქვენ ბრძანეთ რომ იქ რაც ხდებოდა სახში ვესტუმრე ღამე როდესაც გამოდიოდი გეტყვით იმას რომ დიახ ნუ ეხლა იმ პერიოდში ვისაც შეხება ჰქონდა და როგორც თქვენ ბრძანეთ დაახლოებით ნახევარს თუ არა იმის ნახევარს ნამდვილად ჰქონდა ფინანსურ პოლიციასთან შეხება ამა თუ იმ ფორმით ნუ გეტყვით რომ აი როდესაც დაკითხვაზე მივყვებოდი მაგალითად პირს გვიან ხამებდი მაგალითად 10-12 საათის განმავლობაში უწყვეტად მე დავსწრები ვარ ამ საგამოძიებო პროცედურას და ძალიან ხანგრძლივი იყო და ძირითადად ღამის საათებში მე უკვე სრულდებოდა ხოლმე ნუ ეს წარმატებით როდესაც იქ გიშვებდნენ და არ იტოვებდნენ იქ ხო პირს აი როდესაც თქვენ ვიდეოდით ეუბნებოდით რომ დღეს ეს მოხდა ეს იყო ეს სიგნალი იყო ასე შემდეგ თქვენ რო უთხარით რომ ბიჭო აგერ კი მითხარი რომ კონსტიტუცია და მეც ვიცი ეს რომ უნდა მიცავდეს მაგრამ იქ ამას მეუბნებიან და როგორ არის ეს ამბავი რა ბედი იქნება ჩვენს თავს ანუ თავიდან ხო პარტნიორულ ურთიერთობაში ჩვენი აღქმით ასე არის და თუ ეს ასე არ არის რო გითხრათ რომ ეს ხო მარტო თავიდან ანუ პირადად თქვენს წინააღმდეგ არ იყო თავიდან ეს სიტუაცია ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ ანუ ბიზნესისკენ მიდიოდა ეს და სინამდვილეში მე ეს სხვა რამე გამოიკვეთა ხომ ასეა და როდესაც ეს თქვენ უთხარით რომ ფაქტი არის რომ
ეს კონსტიტუცია უკაცრავად და საზოგადოების წინაშე ბოდის ვიხდი, ფეხებზე კიდიათ ამ ადამიანებს და ისე იქცევიან და ასე შემდეგ და როგორ უნდა მოიქცეთ რაიმე სტრატეგია არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სხვა გზა რა გვჭება, როგორ უნდა დავიცვათ თავი. ანუ ეს სტრატეგია არ ქონდათ რაიმე სახის, ანუ ასე ვთქვათ, გეგმა არ ქონდათ შემუშავებული, რას გეუნებოდათ? იცით, პარტნიორულ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ასია და პირიქით რო არ მეთქვა კიდევაც შეიძლება ცოტა მეტი მოენდომებინა ადამიანს, მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც მერიოდში შევხვდი მამუკას და ბადრის, მახდა ჩემი ახლობელი და უთხარი რომ მამუკა აი ესეთი ძიმე სიტუაციაა. უკვე აღარ ეს რომელი წელი არის, რო უთხრათ? 2006 ისე. დიახ. აღარ იხევენ. რომელ პერიოდში შეხვდით? რუსთაველს. ხო. და კაფეში. ანუ აქეთ. დიახ, ხო, დიახ. და ქონდა საუბარი და მე ვთხარი მამუკა ძალიან ძიმე სიტუაცია, უკან არ იხევენ, უკვე ამის უკვე ქმედებაზე გადადიან, შეიძლება ერთ-ერთ შეხვედრაზე მივიდე და უკან ვერ დავბრუნდე რა და მე ვთხარი მე რო არ მოგატყუო, მეთქი ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ციხეებში და ასე შემდეგ. მაგრამ ზადავარ მეთქი რომ არ დავწერო განცხადება. დათმობაზე. წავიდეთ დიახ დათმობაზე, წავიდე ამ ციხეში, თქვათ ჩემი ახლობელი იქვე დაპირდა რომ ოჯახს და ყველაფერს მე რამაზე შევინახავ, იმიტომ რომ მე ესეთი გადაწყვეტილება მქონდა. და აქვე რომ ჩავიკითხოთ, ნახეთ, იცით რა გვაინტერესებს? ეხლა თქვენ რო ეუნებოდით რომ მე ციხეში უნდა წავიდეო. თქვენ რა პოზიცია გეკავათ, იმიტომ რომ ხელმძღვანელო წარმომადგენლობით უფლებამოსილება ქონდათ? ის ხომ მეტი პასუხისმგებლობით იყო წარმოდგენილი და თქვენი პასუხისმგებლობა რატო უნდა დამდგარიყო და არა დაუშვათ სხვისი, ვისაც დაუშვათ მეტი ქონდა კომპანიის წინაშე და კომპანიის წარმომადგენლობით უფლებამოსილი პირზე არის საუბარი, ხო და წესით ასეა, თუ რაიმე უნდა იყოს და თქვენთან მიმართებაში როგორ უნდა დამდგარიყო, აი როცა ეუნებოდით მაგალითად ჯაფარიძე ხაზარაძეს რომ მე მზათვა რო წავიდე, აი თქვენი ასე ვთქვათ პოზიციიდან გამომდინარე როგორ უნდა წასულიყავით იქ, აი ეს რო აგვიხსნა და საზოგადოებას რო ძალიან მარტივად, თუ ვერ მიიღებდნენ ისინი ჩემგან განცხადებას, ახლა პრობლემა მათ გამერწმუნებით არ ქონდათ, ეხლა სულ არ ქონდათ მიზეზი მოკიდებდნენ ხელზე შეგაგდებდნენ და მე იტყოდნენ რომ გაუწიეთ წინააღმდეგობა რაღაც ახლა მიზეზის პოვნას მანდ მით უმეტეს იტყოდნენ რომ აი ამ თაღლითმა ხო მითხრეს შენო პრეზიდენტი მოუატყუე მე ვთქვი პრეზიდენტი საერთოდ თვალით არ მინახავს როგორ უნდა მომეტყუებინა მით უმეტეს მიშა არ იყო 98 წელში მაგრამ ნუ იქ მიზეზები და ესენი ძალიან ბევრი ქონდათ. კი ბატონო რამაზ აზრი გაგიწყდათ ბატონი ალუდას კითხვაზე თქვენ ყვებოდით ამბავს თბილისი მარიოტში ხვდებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და თქვენ ეუბნებით რომ უკვე ცუდად არის საქმე და გადავწყვიტოთ თუ საჭიროა მიუხედავად იმისა რაც ხდება ციხეებში წავალ მე ციხეში ახლობელიც არის უკვე მზად რომ ჩემი ოჯახი ჩემი ციხეში ყოფნის დროს შეინახოს აი საუბარი რო რომელიც ასევე რისკის ქვეშ დგებოდა. რომელიც რა თქმა უნდა დიდი რისკის ქვეშ დგებოდა და აი ეს საუბარი რო გააგრძელოთ. უთხარი, არა, ოღონდ ერთი მოთხოვნით, მე ვუთხარი, მამუკა, მე ვიცი რომ შენ შეგიძლია, შენ მეუნები რომ მე რაღაცებს ვალაგებ და როგორც აღმოჩნდა და რას დაალაგა კი ვნახეთ კარგად ბოლოში და ამიტომ მოდი მე ამ ხელა რისკზე და ანუ ყველაფერზე მივდივარ, უბრალოდ მე ამ ასე ვთქვათ წილიდან ამ ჟარგონს არ ამომაგდო და ვიქნებ ბოლომდე და მე არ თუ ჩემი დაწერით წდება ჩვენი საკითხი მე მზათა ვარ მე ვთხარი ამ სვერბლისთვის მოდი ასე ვთქვა და ციხეში ჩაჯდეთ მე არ ვიციო მე შენ ვერაფერ გარანტიას ვერ მოგცემო და ეხლა იმ მომენტში რო კითხვა ახლა ისე პირად საუბარი შეიძლება გითხრას აბა როგორ ამიღო მე ჩემ თავზე მაგრამ არის მეორე რომ მე შემიძლია გითხრათ რომ მე შევეცდები ხო ყველაფერს გავაკეთებ და ნუ ასე შემდეგ ნუ რაზეც მივიღე უარი და მივხვდი რომ ასე ვთქვათ მოდი პირდაპირ ვთქვათ ვიყავ დარჩენილ უპატრონოს და ვიყავი გლის ხახაში ბატონო ალუდა თქვენ გაგრძელეთ და შემდეგ ბატონი ილია გეო დიახ ესე იგი თქვენ ბრძანეთ რომ აი ეს მთელი ტერიტორია უცებ ამოირიცხა განკარგულებით პრეზიდენტის განკარგულებით და გადმოეცა ნუ შეიძლება მთავრობის დადგენილება პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე ეგეთი რაღაცა არა ნუ მაგას ფორმას არ აქვს მნიშვნელობა სულ რო დაბარი რგოლის მენეჯერს გაიკეთებინა ეს ასეთი საკითხი ხარ რას თქვენ ბრძანეთ
პრეზიდენტის და მაშინდელი პირველი პირის შეთანხმების გარეშე თქვენ ხო და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ხო წარმოუდგენელი არის, რომ მომხდარიყო. თუნდაც სხვას მოეწერა ხელი. ფორმას ტექნიკურ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს. აი თქვენ როდესაც შთაბეჭდილება შეგექმნათ იმისა, რომ აი რას თქვენ ბრძანეთ, რომ მას შეეძლო, რომ ნებისმიერ საკითხზე კომუნიკაცია ქონოდა სააკაშვილთან. ხო, მოდი საქმიან. ხო, რა თქმა უნდა. და აი როდესაც თქვენ უკვე შეხვედით იმ კონდიციამდე, რომ აი ასეთ სიტუაციებს ალაგებს, ასე ვთქვათ, რომ დაუშვათ განკარგულება იქნა თუ არ ვიცი, სხვა ფორმით იქნა სამართლებრივი აქტი გამოცემული, რომლითაც აი ეს მთელი ტერიტორია გადმოეცა და ამოირიცხა სატყეო მეურნეობიდან და სხვა მიზნისთვის იქნა სტატუსის შეცვლილი. აი თქვენ არ უთხარით, რომ ბოლო-ბოლო ეს ფინანსური პოლიცია ეს ასე ვთქვათ სახელმწიფო სახელით ჩემზე დაგეშილი ხალხი თქვენ ხო გექვემდებარებიან და სახელმწიფოს ხო მიშას ხო ექვემდებარებიან და როგორ არის ეს ამბავი და ბოლო-ბოლო ან ესე გადავწყვიტოთ ან ეს თქვენ რაც ახლა ბრძანეთ და აი ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია როდის დაიჭირა რომ გითხრათ რომ აუშვათ მე არაფერ შუაში არა ვარ და აგერ თქვენ იცით და მე სხვა გზით წავალ. მოდი ესე ვთქვათ ეგ პოზიცია გაკვირვებული სახე ეჭირა თავიდან. პირველად როგორც მოგახსენეთ, როცა მივიდიოდი და უთხარი რომ რატომღაც ფინანსურიდან დამირეკეს და მივალ გავერკვევი, მოდი ესე ვთქვათ არ დამჩენია დიდი ისეთი რომ გაოცდა, შეშფოთდა რაღაცა ესეთი ხო, კაიო, წადიოდე ესეოდი. ესე კიდე შეერატიპი ხარ, რომ ბუდუში გამოთქვას რაც მითხრე ესე, რომ მოხვალ და რაღაცა სასიამოვნო ამბავი მაინც მოგეტანა, აბა ეხლა აიციო, მოხვალ და რაღაც არასასიამოვნო და მაჯახოუდა. თქვენ მე შენ თუ სკოლის საქმიან სიტუაციაში მოვდივარ, ეხლა ასე ვთქვათ ბავშვების მეგობრები ჩვენ არ ვიყავით, რომ ანეკდოტების მისაყოლად შეხვედროდი, მოვდივარ საქმიანობას და საქმიანი შეხვედრა ყოველთვის არასასიამოვნო ფაქტებით იწყება, იმიტომ რომ რაღაც საკითხია გადასაწყვეტი, ხო? და მეც ჩავდა, მაგიტომაც უთხარი, რომ მე მამუკა მივდივარ და მირეკეს არა ვარ საქმის კურსში. წადიოდი მითხრა და მე გავერკვევითო. ერთხელ იყო რომ გამყვა მისი წარმომადგენლებიც, იმიტომ რომ დოკუმენტები რაღაცები და იმ შეხვედრის შემდგომ არ ვიცი ახლა გააფრთხილეს, თვითონ მოიფიქრა, თქვათ, იცოდნენ, ყველა მიცოდა ოფისში, რომ თქვათ, ოფისში ამ საათზე, იმ საათზე უნდა ყოფილიყავი. უფრო მეცაც გეტყვით. ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა, რომ მათ, ანუ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს არ უპასუხე და მომძებნეს დამერეკა ერთ-ერთმა დირექტორმა და მითხრეს აი რამაც სადახარ შეგვჭამეს ფინანსური პოლიცია გეძებს. მე ვთხარ შენ მე რატომ მიერეკა უთხარი არ ვიცი სად არის. აი ოფისიდან თქვათ დამირეკეს ერთი-ორჯერ როცა დაარეკეს და უკვე ძალიან ასე თქვათ შეწუხებული ვიყავი და თავის არიდებას ვცდილობდი და მე არც დავმალავ მე ჩემი გზებითა ვცდილობდი იქნებ კეზერაშვილთან გამერკვია რა დავაშავე ესეთი და ანუ რამდენიმე დღის მოგება მინდოდა და თვითონ ოფისიდან დამირეკეს და მითხრეს ფინანსური პოლიციიდან მე დამირეკესო დირექტორი მეუნება და მოდიო რა უკვე მესამეჯერ მიერეკავენ და შევწუხდი და უთხარიო რა აქ აღარ იქავარ და რაც გინდა ეს უთხარი მე ნუ მიერეკავენო და შენ რატომ მიერეკავ მე უთხარი რომ არ ვიცი სად არის იმათ იმის ტელეფონი ავიღე თავისთავად ხო ოფისიდან რომ იმიტომ რომ იქიდანაც ველოდებოდი პასუხს იქნებ რამე მეშველა ეს ოფისი რა ოფის გულისხმობ ჩვენი სააქციო საზოგადოების ოფისი გასაგებია ბატონი ილიას ჯერია, შემდეგ მაპატიეთ ბატონო გურამ, შემდეგ თქვენი ჯერია. ბატონო რამაზ, მე ცოტა თავიდან მინდა კითხოთ. მანამდე იცნობდით თუ არა ბატონ ხაზარაძეს ან ჯაფარიძეს? მოდი ეს ვთქვათ, მე მქონდა შეხვედრა, მაგრამ ეს ასე ვთქვათ ნაცნობობა არ იყო. 2001 ან 2002 წელს მე ბატონი მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შევხვდით მაშინ ოფისი ქონათ ვაკეში ჭავჭავაძეზე ყოველ შემთხვევაში ალბათ ერთ-ერთი და მე გთხოვეს მისვლა პირველი გასაუბრებაზე რა თქმა უნდა მივედი და მითხრა რომ როგორც ბიზნესმენი და როგორც ადამიანი დაინტერესებული იყო ლისისთვის განვითარებით და ბიზნესში მონაწილეობით და გამკითხა აზრი მე ვთხარი შენ მე შემომთავაზე წინადადება
მე ამას მოვიფიქრებ, განვიხილავ და გეახლები. Ну, მაშინ მითხეს, მოდი მეც კარგად ჩამოყალიბდებიო და ხო ეს შემდგომი შეხვედრა. არ მოგატყუოთ, ჩემზე მობილიზებული და ბიზნესში უფრო მცოდნე ადამიანს ვთხოვე და წამომყვა. და მათი აზრი რომ მოვისმინეთ, მოდით ასე ვთქვათ, განხილვის საკითხადაც არ ღირდა, იქვე შევწყვიტეთ ურთიერთობა. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ შემოგთავაზეს რაღაც X თანხა, რომელიც უნდა დამეტოვებინა ისევ კომპანიაში, ის კი არა თქვა წილს ვიყიდი, ისევ კომპანიაში უნდა დამეტოვებინა და მე პლუს ამას ვინცაც რა წილი დარჩებოდა, იმის მიხედვით უნდა შეგვეტანა თანხა და მე უთხარი მამუკას მაშინ რომ შენ რა გამოდიოდა და თქვა ჩემთან წილში რო იყო, რო შემოიტანდა თქვა საჭირო გეტყოდა არის საჭირო 5 მილიონი, რაც ბევრჯერ აქვს გაკეთებული, შენ უნდა მიგეტანა თქვა შენი წილის თქვა 2 მილიონი, და ეს 2 მილიონი საერთოდ არ მოუწია თქვა და კიდევ თანხა იქ უნდა დამეტოვებინა განვითარებისთვის და დანარჩენი შემდგომში ინვესტიცია უნდა მივყოლოდი ჩემი პროცენტი და რაც გამორიცხული იყო და არ მჭირდება მე უთხარი მამუკა მე ესეთი არც პარტნიორი, არც ბიზნესი, როცა დამჭირდება, მაშინ გავაკეთებ და უთხარი რომ მეტი აღარ დამკავშირებოდა, იმიტომ რომ ჩვენ საუბარს მომავალში აზრი არ ექნებოდა. ამ ფაქტის მერე მოხდა ის, რომ უნდა შეხვედროდით ინვესტორს, გაგაფრთხილათ ვიღაცამ, თუ არა და გექნებოდეთ საქმე. ერთი წლის მერე, ანუ ასე ვთქვათ, ვარდების რევოლუციის მერე მოხდა ეს ვარდების რევოლუცია იყო. და თუ არ შეხვდებოდით ინვესტორს, საქმე გექნებოდათ ოქრუაშვილთ. კი ბატონო. და მერე მოგიწიათ ეს შეხვედრა სადაც კიდევ ერთხელ შეხვდით მერე ბატონ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. მათ უთხარით თუ არა იმის შესახებ, როცა რა წილი აინტერესებდა ინვესტორს? ეს იყო საკონტროლო პაკეტი თუ საკონტროლო პაკეტზე მეტი. საკონტროლო პაკეტზე წაიღეს 70%-მდე. აჰა. და თქვენ დარჩით ასე ვთქვათ 33%. დიახ. როცა უკვე გახდით პარტნიორები და ეს ყოველდღიური შეხვედრები გქონდათ, საუბრები, გეგმები, როგორ გეგმავდით, მანამდე გქონდათ ხო ეს გენერალური გეგმა თქვენ დამტკიცებული და გავლილი მერიასთან? დასამტკიცებლად, არა. გენგეგმა და საპროექტო დავალება აღებული მქონდა, გენგეგმა გაკეთებული იყო, ანუ და მაკეტის ველოდებ და აგვისტოს თვეში უნდა გამეტანა, ანუ ჩვენი ეს შეხვედრა მოხდა ივნისი-ივლისში. ერთი დაასრულა. მათი შემოსვლის შემდეგ ეს გენგეგმა გადაკეთდა, რამე ცვლილებები განიცადა? არავითარი გენგეგმა იგივე გეგმა დარჩა ესე იგი და გეგმა საერთოდ გადაიდო გვერდზე, იმიტომ რომ თქვეს რომ ეს არის ტერიტორია ცოტა და ახალი გეგმა გასაკეთებული გეგმისთვის საჭირო იყო მეტი. ამ პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე თქვენ ჩააყენეთ საქმის კურსში რომ გაფრთხილებული იყავით რომ თუ ინვესტორს არ შეხვდებოდით ოქრუაშვილთან მოგიწევდათ ურთიერთობის დაჭერა. თქვენი პარტნიორი გაფრთხილეთ, რომ ეს გაიარეთ ეს გზა და ეს იყო მიზეზი ერთ-ერთი შეხვედრის. ასე აღარ დამეკონკრეტებია, იმიტომ რომ მე მაჩნდა ვიგეც არის, მაგრამ მე მოვთხარ რომ ამ ფორმით ჩვენი შეხვედრა კიდევ არ იყო მეთქი საჭირო. არ გითქვამთ, რომ თქვენ აქტიურად იძულებული იყავით ხო, რომ შეხვედროდით. და მაგრამ ეს არ მოგიყონლიათ იმისთვის. ნუ ვიცით ეგ მომენტი არ არის საჭირო, მან ძალიან კარგად იცოდა და უბრალოდ დაუფიქსირე, შენ ხო იცოდი ჩემი განწყობა მეუთხარი შენს მიმართ და მით უმეტეს ამ ფორმით შეხვედრა ჩვენი საჭირო არ იყო, ხოლმე ბოლო-ბოლო თბილისია და საქართველოა და ანუ უახლოეს ადამიანს გიპონი და გეტყვი რომ აი მაშინ რაღაც არ გამოვიდა, აგე ძმაო მოდი რა კიდე დაელაპარაკე. მით უმეტეს ახლა შენი პოზიცია უფრო მონგებიანია. თქვენ როცა მოგიწიათ დათმობა ამ ქონების იმ კაცთან ვინც გაგაფრთხილათ ოქრუაშვილთან მოგიწევთ საქმე, ის მერე აღარ გამოჩა, ან თქვენ არ ქონიათ არა ცდელობა რომ დალაპარაკებოდით და გეთქვათ რომ მე თქვენ რო გამაფრთხილეთ რომ ამას არ წამართმევდით და ინვესტორს დავლაპარაკებოდი, იმიტომ წავედი და მაინც თუ ჩამომართმევდით უკვე იმ პერიოდში თვითონაც აღარ იყო თანამდებობის პირი. და მას ლაპარაკში ვეთყობოდა რომ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იყო ეს თქვენ შეამჩნიეთ რომ ის დავალებას ასრულებდა ნამდვილად შევამჩნიე ნამდვილად აეთყობოდა ადამიანს რომ ძალიან რომ დავალებას ასრულებდა ის კაცი ვინც თქვენ გაგაფრთხილეთ მე გადმომცა აი ეს პირველის მოთხოვნა ასე ვთქვათ თვითონ
უხერხულ მდგომარეობაში იყო ამ დავალების შესრულების გამო. დროს თუ ამდენად დიდ მსახიობია არ არის და მგონია რომ იყოს, ნამდვილად ეთყობოდა რომ ერჩივნა რომ საერთოდ არ გვესაუბრა ამ თემაზე. და როცა თქვენ დათმეთ ეს ქონება და ამბობთ რომ ის უკვე აღარ იყო თანამდებობაზე, საერთოდ აღარ იყო თუ სხვა თანამდებობაზე იყო? იცით მე შემდგომში აღარ მიმიდევნებია მე მისთვის თვალყური. ხლა მეგობრობით არ მეგობრობდით და სანათესაო არაფერი გვაკავშირებდა. მაინტერესებს ის დაწინაურეს ამისთვის თუ არა ეს მე რაღაც ერთი პერიოდი მუშაობდა, მაგრამ მე რო ეს ამბავი შემემთხვა, მე უკვე სად იყო ნამდვილად არ მომიძებნია. მე ასევე შემიძლია გითხრათ რომ ქვეყნის ბატონო მე ასევე შემიძლია გითხრათ რომ თვითონაც მირჩია, მოდი ასე ვთქვათ რა, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნებაო რომ რა თქმა უნდა სულ არ დაუთმობო, თუ მაგამდე არ მივიდაო საქმე, მაგრამ ეცადე რომ შენთვის რაც მეც დაიტოვებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩემი რჩევაო ერთადერთი და წინააღმდეგობასაც ნუ გაუწევო და ერთ რამეს დავაზუსტებ თუ შეიძლება. თქვენ როცა დათმეთ ეს ქონება ხო სააქციო საზოგადოებას ეკუთვნოდა? სააქციო საზოგადოებას ეკუთვნოდა კი პრინციპულად რო ავიღოთ ხო? და ამ სააქციო შენობა ნაგებობები და ყველაფერი შეტანილი იყო, ჩემი ერთადერთი ვალდებულება იყო სახელმწიფოსგან მიწას როგორც კი გამოვისყიდიდი, უნდა შემეტანა სააქციო საზოგადოებაში. დიახ, და თქვენ ამ მომენტში გქონდათ 30% დაახლოებით, ხო? და თქვენ რა უფლება გქონდათ, რომ სააქციო საზოგადოების ქონება დაგეთმოთ 30%-ის თუ არა? სააქციო საზოგადოება რა თქმა უნდა შეგნიდა აქციების განაწილებულია, ყველაფერი არის სააქციო საზოგადოება, ყავს ამეთვალ ყველაფერი მუშაობდა ჩვეულებრივ რეჟიმში. ერთადერთი მიწა არა იყო აბარი საფუძველზე მოწევდა. უბრალოდ მან იცით როგორ არის რომ ეხლა ნუ რა ვიცი ეხლა ის ნუ მინიმუმ გადაეცით რაღაც ხო დათმეთ ქონება. მე დავთმე ასე ვთქვათ ქონება და დამათმე ხო დავთმე ქონება რა მოკლედ რო არ დაგღალოთ იქ რაღაც დეტალები რომელსაც მან ჩასვლა უნდა და კი ბატონო დოკუმენტები ბატონ რამას წარმოდგენილი აქვს ყველაფერში გავერკვევით. თავარია რომ მან იძულების წესით ნოტარიული წესით გადააფორმა სახელმწიფოზე თავისი კუთვნილი რაც იყო ამ ბიზნესში ღამის 2 საათზე და შემდეგ მთლიანი ბიზნესი ხელში ჩაიგდო ხაზარაძემ. ეს არის მთელი ფაბულა ამ საქმის. უკეთესი პირობებით. და ხელისუფლება ერგებოდა ხაზარაძის ინტერესებს და ხაზარაძე იყო მესენჯერი, ასე ვთქვათ, უბედურების, არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ჩვენ მოვისმინეთ ჯემალ ლეონიძე, ბიზნესმენი, სქემა არის ბატონ რამაზ იქაც იგივე. მიდის ხაზარაძე ბიზნესმენთან ეუბნება დაგიპარტნიორდები. ეს არ არის მხოლოდ მისი სურვილი, ეს არის ხელისუფლება დგას მაშინდელი მის უკან, იქნება სააქციო საზოგადოება, ფორმდება მემორანდუმი, ჯერ მე იქნება სააქციო საზოგადოება და შემდეგ იწყება ადამიანის ამა თუ იმ ფორმით გაუბედურება, ზოგი ხვდება ციხეში. მაგალითად ბატონი ჯემალ ლეონიძე, რომელიც თქვენამდე რამდენიმე დღით ადრე მოვიდა, ალბათ უსმენდით, მან არ მიიღო დათმობის შესახებ გადაწყვეტილება, ის მოხვდა ციხეში და მაინც დადგა იგივე შედეგი. ანუ შესაბამისად აქ ციხეში მოხდებოდი, არ მოხდებოდი, შედეგი იყო მაინც იგივე და კიდევ უარესი. ეს გამოცდილება და პრაქტიკა მქონდა ქალბატონოთია, ვიცოდი მშვენივრად, რაც შემდგომში. თუმცა მზად იყავით ციხეში წასულიყავით და ხაზარაძემ არ გიშველათ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვერც ეშველა, მაგრამ არაფერი არ იღონა იმისთვის, რომ რადგან მას პირადი ინტერესი ჰქონდა, რომ თქვენ რო ჩამოგიცილებდნენ, მე როგორც ჩანს თვითონ უნდა აღმოჩენილიყო თქვენ ადგილას. ბატონი გურამი დასვამს შეკითხვებს და შემდეგ დაგემშვიდობებით. მოგესალმებით ბატონ რამაზ, პირველ რიგში მე მცირე შეფასებას გავაკეთებ, მოგეხსენებათ ჩვენი კომისიის მიზანი გახლავთ რომ შევაფასოთ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდი, ეხლა უკვე იმის შემდგომიც, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი მაგალითი წარმოადგენს მაშინდელ დროს და როდესაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემური დანაშაული სად არის ნაციონალური მოძრაობის დროს, გარდა იმისა, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ეს პირდაპირ აქვს
ჩაწერილი რომ ნაციონალურ მოძრაობის დროს იყო სისტემური დანაშაული თქვენი მაგალითი ამ შემთხვევაში აი მოკლე რეზიუმე რო გავაკეთოთ არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი სისტემური დანაშაულით როდესაც ჩართულია დაწყებული თავისუფალი პროფესიის ადამიანისგან ნოტარიუსისგან გაგრძელებული კერძო ბიზნესით ხაზარაძის სახით სადაც ჩართულია ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, მერია და თავში პრეზიდენტი. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, რაც ახლა საზოგადოებამ მოისმინა თქვენგან მტკიცებულებებით გამყარებული საქმე და შესაბამისად სწორედ ამიტომ მსგავსი საქმე იქნებოდა დარწმუნებული ვარ სტრასბურგში, როდესაც მან დაწერა ასევე რომ სისტემური დანაშაული იყო. აი ეს არის ერთ-ერთი კლასიკური სახე. და ასევე ბატონი ლეონიძის საქმე, რომელიც ქალბატონ მათიამ ახსენა, იქაც სამწუხაროდ მონაწილეობს ხაზარაძე და ჯაფარიძე, ასევე იქაც იმ შემთხვევაში ფერები მოეწონათ, როგორც ბატონმა ლეონიძემ ბრძანა და იქაც ჩართულია ნოტარიუსი, კერძო ბიზნესი, ფინანსური, პროკურატურა და თავში პრეზიდენტი. ბატონ ლეონიძის შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ პატიმარი რომ იყო საერთოდ არ მოუკითხავს ხაზარაძეს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე პარტნიორები იყვნენ და საინტერესოა თქვენ შემთხვევაში იმის მერე, რაც ჩაიგდო ეს ბიზნესი ხელში, თუ შეხვდით მას, ან სატელეფონო კავშირი თუ ქონდა და ან ფიზიკურად თუ შეხვდით საერთოდ. სატელეფონო კავშირი არა, მაგრამ ფიზიკურად შეხვდით ორჯერ, სამჯერ ერთმანეთს როგორც ხდება საქართველოში, მეგობარი გარდაიცვალა და თბილისში საერთოდ და იქ შემხვდა მომესალმა და გააგრძელა თავის გზა. კარგია ბიზნესი ჩავიგდე ხელშიო თუ არაფერი არ უთქვამს. მაგდენი არ ქონდა უკმაყოფილო სახე, მოდი ასე ვიტყვი. უკმაყოფილო სახე, უკმაყოფილი იქნებოდა ეხლა რა თქმა უნდა. თქვენ არ მოგეკითხათ, რა შვები, როგორ ხარ? აი, მადლობა. გასაგებია. ბატონო რამაზ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან ყველა დოკუმენტაცია გვაქვს მოწოდებული, თუ კი რაიმე დასკვნის შედგენის პროცესში დაგჭირდება, გვექნება თქვენთან კვლავ თანამშრომლობის იმედი. კი ბატონო, მზადა ვარ წარმატებებს გისურვებთ. არსებული დოკუმენტი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით დროისთვის და ჩემი გაჭირვების გულთან მიტანისთვის გისურვებთ წარმატებებს ნახვამდის. მადლობა. ჩვენ სამდივნოს მინდა უთხრა, რომ გამოვაცხადებთ 15 წუთით შესვენებას. ნახვამდის ბატონო რამაზ, გთხოვთ გააცილოთ ბატონი რამაზი.